საჯარო გაშლა ვნახოთ სახელწოდებით, რას მოგიტანთ თქვენ შეფიქრებულ ადამიანთან ლოდინი. მე კი შეგახსენებთ, რომ დღეს დაიდება ჩემი პოდკასტის მეორე ეპიზოდი. ძალიან საინტერესო სტუმრები ყავდა ორივე ეპიზოდში და ძალიან საინტერესო ეტაპები იქნება შემდეგ ეპიზოდებშიც და ძალიან გამიხარდება თუ დამასაპორტებთ და გადახვალთ YouTube-ზე მიწერია პოდკასტი 31 და ძალიან გამიხარდება თქვენი უკავშირებები. თქვენ ხართ ჩემი ნომერ პირველი მხარდაჭერები ჩემს ოჯახთან ერთად და ძალიან გამიხარებ თქვენი უკავშირებით იცოდე და გელოდებით YouTube-ზე თქვენი უკავშირებით. რა აქვს თუ არა თქვენს ლოდინს ერთად აზრი? აქვს, იმიტომ რომ გაგვთ სიყვარული, გაკავშირებთ უზომოდ დიდი მხარდაჭერა ერთმანეთის მიმართ, ძალიან გიყვართ ერთმანეთს, ეს გულის თქმა და რაღაცა გულის სწორ და სულის სწორ ერთმანეთისთვის ხართ და ემოციურად ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია თქვენგან ლოდინს აქვს აზრი. რადგან იქნება შეხვედრა, იქნება სტაბილურობა, თუმცა ეს სტაბილურობა იქნება ცოტა სამომავლო და რაღაცა კონკრეტულად დღეს და ხვალ რო ეს სტაბილურობა მოიტანოს და დარჩეს შენთან და ამ სტაბილურობაში გაერთოთ და გაერთიანდეთ, არა. ანუ ამ სტაბილურობას ცოტა დრო ჭირდება, ეს დრო არის რაღაც კონკრეტული რაღაცა ვადა, რომელიც აუცილებლად რაღაცა თავისი ვადით, დროითა და პროგრესით იქნება განხორციელებული თქვენ შორის, თუმცა იმდენად სტაბილურობა მოდის თქვენთან ერთიანობა, რომ ამ თანაერთიანობაში იგრძნობთ იმ სისავსეს და იმ სიყვარულს, რომელიც ნამდვილად გაკავშირებთ ერთმანეთის მიმართ და მომილოცეთ მეგობრებო, თქმა მეზრდება, მომილოცეთ, სამბედნიერი ვარ. ძალიან მაგარი ვიტამინი ვიყიდე და ერთი თვე რაც სვამ თმის ცვენასთან დაკავშირებით და სხვათა შორის მშობიარობის მერე დამეწყო ეს თმის ცვენა და ახლა ალექსანდრე არის ჯერ ერთი წლის, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ძალიან ისე რა ვიცი მცვიო და ძალიან დიდი ხანი და მაგიტომაც შევიჭერი და ეხლა ერთ ვიტამინს ვტესტავდი ერთი თვე ვსვამ და იდეალური, ანუ ერთი ღერით აღარ მცვივა და რა ვიცი თუ დაგაინტერესებთ, მითხარით და აუცილებლად დაგიწერთ რა ვიტამინია. მადლობა ყურადღებისთვის.